საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგაწვით ინფორმაციებს, თუ რა მდგომარეობა და რა პოლიტიკური ამედი არის ჩვენ ქვეყანაში. ამავდროულად უკვე დღეს რამოდენიმე საათში გათენდება ძველით ახალი წელი. ძველით ახალი წელი, რომელსაც ზეიმობს და რომელსაც აღნიშნავს სრულიად საქართველოს. საქართველოს მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელმა მოსახლეობამ იცის რა არის ფასი ახალი წლის, იცის რა არის ფასი ცხოვრების, იცის რა არის ფასი ერის და ბერის. და მე მინდა თქვენ მოგილოცოთ ყველას საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ძველით ახალი წელი, რომელიც რამოდენიმე საათში შემოგზანება თითოეულ ჩვენგანის ოჯახში. ასევე დღეს არის 13 იანვარი. 13 იანვარი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის, პოლიტპატიმრებისთვის, რომელი პოლიტპატიმრების 2013 წლის 13 იანვარს გაგვათავისუფლეს სააკაშვილის კონცლაგერებიდან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რა მდგომარეობა იყო მიხეილ სააკაშვილის დროს სხვადასხვა დაწესებულებებში, საჯერასილობის დაწესებულებებში, თუ რა როგორ იდევნებოდა და როგორ აწამებდნენ პატიმრებს და განსაკუთრებით პოლიტპატიმრებს, რომლებიც ვიყავით მასიურად სხვადასხვა საჯერასილობის დაწესებულებებში გამოკეტილები. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარია ესა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შევარჩიე პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე, რომელმაც გაიარა სწორედ ის კონცლაგერის დერეფნები და ის რეჟიმი, რომელიც რეჟიმის კლიანობაში სპობდა და ანადგურებდა ადამიანებს. და ბატონი ზაზა, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვერპლი იმ რეჟიმის და არა თუ მარტო ბატონი ზაზა, არამედ ძალიან ბევრი ადამიანები, რომელი ადამიანების დღეს ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. და მართლაც ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა როგორც ჩანს შეუდგა დანაპირების შესრულებას და შეუდგა უკვე იმ გზას, რომელიც გზის საფუძველზე ამ ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა. და შეიქმნა კომისია, რომელი კომისიის საფუძველზე იქნება გამოძიებული ყველა ის ჩადენილი დანაშაულებები, რომელი დანაშაულებები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად, რომელი სისტემური დანაშაულებებიც იქნა ჩადენილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს. ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას საქართველოს მოსახლეობის ყველა იმ მაცხოვრებელმა, რომელი მაცხოვრებელის დღეს სწორ რეალურ ქრისტიანულ და პატრიოტულ გზას ადგას. და არა ის ადამიანები, რომელი ადამიანების დღეს მართლაც ცდილობენ კიდევ კვლავ დაძაბულობას შემოიტანონ ქვეყანაში და არიან მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მადლობთ მობრძანებისათვის, რომ მობრძანეთ დღევანდელ დღეს. და გილოცავთ ამდენ ახალ წელს, რომელიც ძალიან მალე შემოგზანდება ახლა ჩვენ თითოეულ ჩვენგანის ოჯახში და ასევე გილოცავთ 13 იანვარს განსაკუთრებული ის არის რომ იტყვი ციფრი ჩვენთვის ეს დღე რიცხვი, იმიტომ რომ 13 იანვარი იყო ჩვენთვის მეორე დაბადება. ჩვენ გვაქვს წელიწადში ორი დაბადების დღე. ორი დაბადების დღე, ერთი რომელიც ჩვენ მოევლინათ ამ ქვეყანას, ღმერთის წყალობით და ჩვენი შობლების დამსახურებით და მეორე ღმერთის წყალობით იყო რომ გადავწვით ჩვენ და გადაგვარჩინა უფალმა და არ გავხდით მსხვერპლი და არ გავხდით ჩვენ რომ ვიტყვი იმ ქვეყნად უკვე გამგზავრებული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, როდესაც ვიყავით გამოკეტილები მის კონცლაგერში და ვიხდით საჯელებს უკანონოდ ვიყავით და ფაქტიურად აბსოლუტურად ჩვენ მისთვის მიუღებელი მოქალაქეები ვიყავით და ამიტომ იყო ჩვენი დაპატიმრებები და ჩვენი დევნები და არა თუ მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ოჯახის და სხვა ხალხისაც, თითოეული წევრები და ჩვენი ახლობლების. ერთ-ერთი თქვენ საღათ მათ შორის და თქვენ მithumetes თქვენი დაპატიმრება, თქვენი რა ვიცი, ესეთი მიმართულებით სპეცოპერაციის ჩატარება ნამდვილად სასაცილო არის, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც კინწვისის მონასტერში იმ ქრისტიანულ დღესასწაულზე იყავით და ლოცულობდით და ლოცვებში იყავით, თავიდან ბოლომდე უკვე ჩართული, ხო? ამ დროს ჩაგიტარეს სპეცოპერაცია და ადამიანი დაგაპატიმრეს. იქ და წაგიყენეს სამშობლოს ღალატისი არა, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ხო? მცდელობა. აი ამ თემებზე ვისაუბროთ დღეს ბატონო ზაზა. კი ბატონო ბატონესთან. მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა იყო ეს სააკაშვილის რეჟიმი, ვინ იყო ეს უსამშობლო ადამიანები, რას ჩადიოდნენ ისინი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და რა გააკეთეს თქვენთან მიმართებაში და
თითოეული ჩვენთანგანის ოჯახების მიმართ შევახსოვოთ, იმიტომ რომ ხალხს დაავიწყდა ეს ყველაფერი, კაიგეთ დაჭირა საქმე. იმიტომ რომ მაგის დაავიწყება როგორ შეიძლება? იმიტომ რომ ეხლა იმ ახალგაზრდა ბავშვებმა, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან გამოსული, მათმა არ იციან, იმიტომ არ იციან, რომ მაშინ 2 და 3 წლის მიიღნენ ისინი და აქედან გამომდინარე არც ბატონესთან ყველაფერი იცის. ეს არის შირმა, არავინ არაფერი არ იცის. ამიტომ ბატონო ზაზა, მოდი კიდევ ერთხელ ჩვენ უთხრათ როგორ იყო რა. ერთი გვაინტერესებს და აინტერესებს საზოგადოებას, ჯერ თქვენ შირგვლივ ვისაუბროთ და როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება და რატო დაგაპატიმრეთ. პირველ რიგში ბატონო ტრისთან მე მინდა თელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე. დამდეგი ახალი წელი, უკვე რამდენიმე საათში შემოვა. ჩვენ მართლმადიდ ქვეყანაში ეგრე ვიცი, ჩობა ახალი წელი. დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ შობა იყო. კი ბატონო. იმასაც ულოცავ ვინც ვერ გაიგო ამ ტელევიზიიდან ჩვენი მილოცვა და ულოცავ დამდეგ ახალ წელს. რამდენი საათი შემოგზანდება და ესე აღნიშნავდნენ ჩვენი ბებიები, ბაბუები, იმათი მშობლები, რომ ქრისტეშობიდან იწყებოდა ახალი წელი. ის არის კალენდარული ახალი წელი, მეც ეგრე მიმაჩნია და ვთვლი სწორად და ყველაფერს. და ეხლა მოყვეთ რა იყო და რა იყო სამართლიანობის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი და მე ძალიან გამიხარდა რომ 13 წელიწადი ველოდები სამართლიანობის აღდგენას 12 წელიწადი უფრო სწორად 12 წელიწადი ველოდები სამართლიანობის აღდგენას ბატონო ტრისთან და მე მინდა რომ ნამდვილად შესრულდეს ეს დანაპირები რაც ბოლოს ჯერ გასცა ქართულმა ოცნება ბატონო ტრისთან თქვენ კარგად მოგეხსენება და ჩემთან ერთად ჩემი მე დავმეგობდი ახლა მეგობრებს ვეძახი, თორე არ იცნობდით არავინ. ეგრეთ წოდებულ პადელნიკებს არ იცნობდით. არ ვიცნობდი ეგრეთ წოდებულ პადელნიკებს, როგორც სიტყვიან და იქ უბრალოდ ტრაპეზის დიდი სუფრა იყო და იქ ჩვენ შემოვჭით მერე ხალხი, თორე იქ ყველა ბევრი იყო იქ ხალხი. ერთი 100 რაღაცა კაცი იყო იმ ტრაპეზის სუფრაზე. მეორე დღესაც ზოგი იმ საღამოს წავიდა, ზოგი მეორე და ჩვენ რომ მესამე დღეს დავჭით, მე დაგვიჭირეს ჩვენ ეს 24 კაცი. დღეს გამოდიან და იძახიან რომ мама დაიჭირეს შვილთან ერთად, იქაც დაიჭირეს мама შვილთან ერთად, ოღონ იმ განსხვავებით, რომ ის შვილი დაუავადმყოფეს მამას. და დღეს არავინ არ არის ავადმყოფი რა. მე ბატონო ტრისთან აღარ მოვყვები როგორ მოხდა ჩვენ თუ იმაზე ლაპარაკი იმ ამბავზე თუ ვიტყვით როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე ჩემ ძვირფას ტელემაყურებელს ერთამეს ვეტყვი რა. ეს დაჭერა რომ დაიწყო მანამდე ჩვენ წინაც დაიჭირეს ბევრი ხალხი ჩაკეტეს კონცლაგერებში მე ბავშვობაში მაგ ნანახი და მერეც მინახია როგორ იყო გესტაპოს კონცლაგერები და გესტაპოს ციხეები არ განსხვავდებოდა არ განსხვავდება просто უბრალოდ ის არ ქონდათ რომ ღუმელები რომ შევეყარეთ და დავეწვით თორე არაფრით ანს განსხვავდება წამებით და არავადიანი მოპყრობის მიზნით დღეს გამოდიან და იძახიან იმ ხალხს რომელიც ჩემ დროს დაიჭირეს ჩემზე წინ და მერე დაიჭირეს იმ ხალხს საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე არც იერიში მიუტანიათ არც ბიოტექნიკა უსროლიათ და არც დაუკაკუნებიათ ჩემი თამადობით სახელმწიფო სტრუქტურაზე და ისე დაგვიჭირეს არც პოლიციელი და კოქტეილი მოლოტოვის კოქტეილი არც ხო მე ვიძახი რა ყველაფერი რაც ეხლა ვნახეთ და დღეს იძახიან ისინი არიან პოლიტპატიმრები გამოუშვით ჯერ ერთი მიშა იყო პოლიტპატიმარი რო ყვიროდი თქვენ არა ადამიანებო და მე ეს არიან ესენი არიან პოლიტპატიმრები ვიღაცეები და მე ჩემი საქართველოს გულისათვის ვიყავი ყოველთვის დამცველი და ჩემი საქართველოს ერთ-ერთ უმლამაზეს კუთხეში ვიყავი ასული და ვლოცულობდი როგორც ქართველი მართლმადიდებელი კაცი. და ამოვიდნენ დაგვიჭირეს და რა მოგთხოვეს? საპატრიარქოს დაადეთ ხელიო და მე უფეებს იარაღს გაძლევდათ. საპატრიარქო უნდა ჩაეთიათ იმ ყველაფერში უნდათ ესენი ხო დღეს არ გაყვირიან საპატრიარქო უნდა დაინგრესო რომ ეს რუსეთის ის არისო დაწესებულება ერთ-ერთი დაწესებულება იმემა კი არ იციან ეს საპატრიარქო ტახტი ჩვენ ღმერთმა გვიბოძა და ღვთისგან კურთხეული ტახტია ჯერ არაფერი არ იცით თქვენ ზაღლიშვილებო ვინც ახართ მათ რა და ცოტა ჭკუას მოუხმეთ ყველანმა და დაგვიჭირეს წაგვიყვანეს რაც გვაწამეს და გვაწამეს ალბათ თქვენს გამოვლი გაქვთ ის წამება ჯერ ქარელის პოლიციაში გვაწამეს არაადამიანურად მოგვეპყრენ და სუ კოკაკოლის ბოთლები იყო სავსე წყლით იმითი გვცემდნენ და ხელთათმანები ქონდათ ესეთი აქ გადაჭრილი იყო აქა კინები ქონდა სუ იმითი გვირტყავდნენ იქ ხალხმა დაზიანებები მიიღოს უდიდესი დაზიანებები ზოგს ინფარქტი დაემართა რამოდენიმე კაცს ცემის დროს რაღაცები და მე ამას ვიტყვი რა რომ არაფერი 2012 წელს
წამე მე მეუნებოდე მე ხო გადაგვიყვანეს ქალის პოლიციიდან მე სამართო იქ ცალკე ცემეს იქ ცალკე დაგვანგრიეს გვაწამეს გვიტყავდნენ თან გვიყვიროდნენ ბელაჩაო და გვიტყავდნენ თუნდაც 26 მაისის მიტინგი მომხდარიყო მე საერთოდ არ ვიცოდი ტელეფონები გაგვეთი 2 დღესად რო წავედი დასატანიც არ წავედი არც ვიცოდით რომ იქ დავრჩებოდით 2 დღე ან 3 დღე და ეს ტელეფონები ხო გაითიშა და მე მამამ გითხრა რომ რა ხმხდა ვიცი ერთ-ერთ მამამ დამერეკაო რა და მითხრა რომ თბილისშიო მიტინგი დაურბევია თუ 26 მაისის ჩაგვიყვანეს ჩვენს და აბა გვიტყავენ რეზინის დუბინკებს იმასთან ბელაჩაოს გვეუბნა თქვენ გინდოდათ ბელა მე ვთქვარი რა ბელაჩაო პირველად გავიგე ეგ მუსიკა ბელაჩაო ვთქვარი ხო არ გაგიჟდით რა ხო წყალი იყო იმას არ გვაწოდებდა და მაშინ მომთხოვეს ქალაქის სამმართველოში აღიარებ და გიშვებთ საპატრიარქოზე თქვი და მე დაადებით ხელი საპატრიარქოსო მე ვფერდი გიშვებთ მე ვთქვარი მაგას არ ვიტყვი მაშინ არ იტყვი და ჩვენ ვიცით რას გიზავსო და მე დამიდეს სარჩული სახშიდაც წავიდნენ ჩხრეკვა ჩამიტარეს ვერაფერი ვერ იპოვეს იმიტომ რომ იქ ნათესავებიც იყვნენ გვერდზე ცხოვრობდნენ ჩემი და ყველა გადმოვიდა თორე ტყვიები და წამალი ედოთ იქ უნდა დაედოთ ტყვია და წამალი ქონდათ გამზადებული ნარკოტიკები და ტყვიები ეს ვერ მოახერხეს და მე მითხეს რომ ესეთი მუხლი წამიყენეს რა რომ 315-ის პირველი ნაწილი გადატრიალდა სახელმწიფოს კონსტიტუციის წინააღმდეგი გადატრიალების ცდილობა და მომისაჯეს პირდაპირ 8 წელი 4 პირობით და 5 გამოსასწორებელი თან ორჯერ წერილო ბატონ ტრისთან ჩემ იმაში განაჩენში ორჯერ წერილო ზაზა გვიმრაძე და ვიკითხე მე ვთხარი მე ვთხე მამა ჩემს ტყუპი სადმე ხო არ აყავს ჩემი ტყუპის ცალი მე ვთხარი სახში არ ამყავს და რა ისე 15 წუთში გამასამართლეს ბატონ ტრისთან ხო ეხლა ხდება მომისა მე გვაწამეს შესვლიდან ციხეში განის მერვე საპრობლემაში სანამ არ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მანამდე გდანის ციხეში მაწამებდნენ იმდენი კარცერი, იმდენი каранტინი გამოვლიდა, იმდენი რაღაცები გამოვლილი ღმერთო ჩემ ტრებს და საქართველოს ტრებს არ უსურვებ, აი ესე ვიტყვი რა. არტო კაცი ვარ, იმას რაც ჩვენ გამოვიერეთ ბატონო ტრისთან რა. ისიც რა არის ბატონო ზაზა მე 2 წელი და 2 წელი ვიჯექი რა. 2011 წლის 26 მაისს დამიჭირეს. 2013 წლის 13 იანვარს გამოვედი. აი ამ დრომდე არ გადავყავდით სპეციალურად. ერთი ნაძირალა არის რა. რეჟიმის უფროსი იყო, ის მეუნებოდა როგორ არ აკვდები შენოტო, რაც შეცემა გაქვს. მე ვთქვარი უფალი არ მომკლავს, მე ვთქვარი უნდა გავიდი აქიდან მეთქი და უფალს ვეხვეწებოდი დედაღვთისმშობელს, ყოვლადწმინდა სამებად, მთავარანგელოზებს, ანგელოზებს, ჩვენს წმინდანებს, წმინდა გიორგის წმინდანებს, წმინდა ნიკოლოზს და ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და ჩემი ლოცვა და დამტოვა ეგრეთ ცოცხალი და დღეს აქავარ რა და მადლობა უფალს ყველაფრისათვის და მე ერთ რამესაც ვიტყვი რა. 2012 წლისთვის მე ადრესს თქვი ერთხელ რაღაც გადაცემაში დამიძახეს გონი ობიექტივზე იყო მე ბიძინა ივანიშვილს მოუხადე მადლობა და დღესაც ვხდი მადლობას რომ მე რო ცოცხალი ვარ კი ბატონო გეთახმები და იმიტომ ვიხდი რომ მაგი რო არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა ესენი ხელისუფლებიდან ვერ წავიდოდნენ ადრე იყო გამოსვები მიტინგები ოპოზიცია ვითომ ოპოზიცია ვერაფერი ვერ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა ხუთიანზე ის რაც დაისახა და ქართველ ხალხს უთხრა და შემკვიდა. მაგრამ მეორე რამე არის. აღარ მისცეს ამ კაცს გასაქანი. ამ ევროპამ, ამ ჩვენმა კიდე ნაძირლებმა, რომელიც შემორტმასული იყვნენ ქართულ ოცნებაში, იქ რესპუბლიკური პარტია, იქ ვიღაცები კოჰაბიტაცია მოახვიეს საქართველოს ეგრევე თავზე, თელმა აგენტურულმა სისტემამ და ვეღარ აქვს სამართლიანობა. მაგრამ დღეს 13 წელიწადია 13-ში გამოვედი 13-იანო და მე 13 წელიწადია ველოდები ჩემი სამართლიანობის აღდგენას დაიწყო და მე 13 წელიწადს მაინც მაღირსეთ და ის რაც მეკუთვნის მე და გვეკუთვნის ჩვენ ქართველებს იმ გამოვლილებს ამ ჭირ ვარამს იმ მომკლეს ბატონო ტრისთან მომკლეს ციხეში ცემით ეს მიტინგები რო ტარდებოდა აგვისტოს მიტინგები რადიოებს ხო თიშავდე და ერთი სომეხი მყავდა და მე მითხრა რო გათიშავენ მე ვიცი როგორ ერთდებაო რა მიტინგისა და შევაერთებინე რა თუ რამე მოხდება მე ვიღებ ჩემ თავზე სულ იქ ვიყავი კარწერში და ვიცოდი კარცერი каранტინი რა იყო და ეს ახალგაზრდა კაცი იყო და შემიერთო ესენი ხო
სამსახურში ერთიც მოდიოდნენ, ხო იხდიდნენ და მე ჩუსტებით და იმებით უნაირად რომ კამერებთან ჩუმად მოსულიყვნენ, დაეგდოთ ყური რაღაცეები და მოპარვით. ხო და როგორ რა ხმა ისმისო იმიდან გამოაღო მე ისა უსმინა და ხედავს რას უსმენო მიტინგს როგორ ჩართეო ესო გამოთიშულია ტელესისტემა გამორთული ტელესისტემა მე უთხარი რავი ჩაირთო მე რა ვიცი მეთქი მე დავიწყე ამაზე ლაპარაკი ეხლა ყველა გაჩვენე მე წარმომიდგენია ხა იქ მე ხო ვიცი ახლა ეს ხო და ტელეკამერა გაჩვენებულია ეხლა ზაზა თან მიცნობენ ეხლა არა არ შეიძლება შენ დააგიღო თავის თავზე მე ავიღე მე ჩავართვევინ მე უთხარი ყველა გავალთ მოვლენ ესენი ვლაში ნუ გეშინია ცოტა გაუძელით აგვისტოს თვე არის რა ესე 3 აგვისტო იყო როგორ მახსოვს რა და იმან მითხრა რა შემოვიდა ესე იგი ბიძინას უშმენ ივანიშვილს მე ვთხარი ხო უსმენ აქ შენ დედას ჩვენ ვატირებთო იქ კიდე სააკაშვილი გარეთ ბიძინას დედას და მე ვთხარი თქვენი დედაც აქ მეთქი და იქ კიდე ბიძინა უტირებს მაგის დედას ყოფას მეთქი და 6-მა კაცმა რომ დამავლო ხელი გამათრიეს რამცემეს იცი ჯერ ოფიცრების ხო გახსოვს ამ ხელა უტაკო იმაში მე იქ რო ჩამიყვანეს каранტინში ხო კლავდნენ მერე კაცერმა არ მიმიღო ეგეთი დაზიანებებით რო ვიყავი ჩასული ეხლა შრამების ახეზე მაგ რაღაცა თავზე იმაზე რაღაცები რა მე იმიტომ კი არ იმაშები მადლობა რა უფალს და მე უმადური კაცი არაზუს არა ვარ ვიღაცა რო რაღაცას გამიკეთებს ცოტასაც მე მინდა რომ 10 მაგი გადაუხადო და ყოველთვის იმას ვიძახი რომ მადლობა ბიძინა ივანიშვილს. დღეს არიან ხალხი ვინც გამოვიდნენ და აუ ბიძინა ივანიშვილმა ბიჯო არა ხარ იმ ზემოთ ეშელონებში რა ტრიალებს რა ამდენი ეშმაკი თავს ესხმის საქართველოს და ამდენი ეშმაკი და ჭინკა და რაღაც ამ კაცმა ხო უნდა ილავირინოს ხან ხა კაი დაუყვავა კაი კოხაბიტაზე წავიდა მაგრამ დღეს ხო ხდებით არა კი, გაბრაზებული ვიყავი მეც და გაბრაზებული ვარ დღესაც. მაგრამ იმედი ყოველთვის ბოლოს ყდება რა. თუ დღეს ჩემი ბიძინა ივანიშვილი შეპირებულ პირობას არ აღადგენს, აღარ ვიტყვი მაგაზე არაფერს. არც კაცს და არც ვითომ არ ვიცი. იცი და არის ახლა. იცი რა არის? მე მიხაროდა რა რომ მოდიოდნენ. გასაგებია. მეუნებოდნენ ოჯახებს დაურეკეთ ნაციონალურ მოძრაობას მისცეს ხმაო ახლა. ჩვენ ოჯახებს დამრეკები ვიყავით. პირიქით, ტელეფონში ვონებოდი შემოხაზეთ 41 მე უთხარი ყველას გადაეცით ოჯახო და მე მცემდნენ მაგის როგორ ყვირიყარ იმ ტელეფონში მე ტელეფონსაც აღარ გვაძებდნენ დასარეკიდო როცა კონდა იმასაც არ გვაძებდნენ თქვენ კიდე კაი მოესწარით თუ ჰაერზე გახვედით და მე რო შევედი პირველი დღე რო გადიოდნენ ბიჭები გამოხვალო და მეთქი თუ გადიხართ ჰაერზე მეც გამოვალ რო დაიწყეს დედის გინება მე უთხარი სად მიდიხართ მეორედ არ გავიგო რომ გახვიდეთ ვინმე გარეთ დედა და ცოლ-შვილებს გაგინებენ ბიჭო თქვენ გიჟებთ რა გინდა თანა 15 წუთიც არ იყო თუ რო შეგიყვანთ გიზღუდავდნენ 15 ყველაფერს გიზღუდ ტელეფონი შეზღუდვა იყო ყველაფერი შეზღუდვა იყო ბატონო ტრისთან რას ამბობ კონცლაგერი იყო აბა რა იყო და ფაშისტური რეჟიმი იყო და ეხლა გამოდიან და მოძალადეები ხართ თქვენ ვინც იქაროთ გეხართო ვიღაც ახალგაზრდა გამოვიდა გუში შემთხვევით მოკარი მამა ჩემი უყურებს მაგ ტელევიზორს თორე მე საერთოდ არ უყურებ და გამოდის და ყვირის და იცი რას გიზავ ჩვენ რომ მოვალ ვის რა უნდა უკნა რა უნდა უკნა მე რა უნდა მიქნა ბიჭო იმდენი რამე მაქვს ნანახი ერთს ფუს ვიტყვი და ვაფშე ვერ იქნები შენ რა და ეს ხალხი კიდე აგე ჩემ გვერდზე ბატონო ტრისა გამოვლი ნაომარი ნაფრონტალი ხალხია ქვეყანა რა ვის აშინებთ ან რას აშინებთ ან ვინა ხართ რა ხართ ღმერთი არ აქცამთ დღეს გამოდიხართ რა სად რას ყვირიხართ რისი ევროპა გინდათ რა ევროპა გინდათ ევროპა იცით ვაფშე რა იყო და როგორი იყო და დღევანდელი ევროპა არის საერთოდ სახელი დარჩა თორე წმენაში რაც იყო საერთოდ არ არის ევროპა ბატონო ზაზა ეხლა თქვენ მოყევით მართლაც ძალიან ისეთი გზა გაქვთ გავლილი მე ეს ვიცი პირადად ახლა რაც თქვენ მოყევით მე წარმომიდგა წინ თვალწინ წარმომიდგა ეს გლანის ციხე რომელიც ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიარა ეს ყველაფერი თვითონ მეგობრებო ხო და სამწუხაროდ ბევრს დაავიწყდა ეს გზა ძალიან დაავიწყდა ეს გზა ძალიან ბევრს და მეცაც გეტყვით კიდევ ესე იგი განსაკუთრებით პოლიტპატიმრები ვიყავით განსაკუთრებული თვალთვალისა და რეჟიმის ქვეშ განსაკუთრებით პოლიტპატიმრები იმიტომ რომ პირდაპირ დირექტივა იყო მოსული სააკაშვილის მხრიდან გლანის ციხეზე რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით
ყველანაირ უსაშინელეს მდგომარეობაში ყველაფერი უნდა ქონებოდა შეზღუდული აბსოლუტურად და არანაირი ჩვენ აბსოლუტურად კომუნიკაციები არ უნდა ქონებოდა ოჯახებთან და ერთადერთი იყო ჩვენი ესე იგი რომ მიტყვი საშუალება კომუნიკაციების ადვოკატები მათაც კი პრობლემები ჰქონდათ ხანდახან მამაოები ხო და ჩვენი ნახვების ხო ჩვენი მოძღვრები რაც იქ რეჟიმი რომელი რეჟიმის მოქმედებდა გარეთ თავისუფლებაზე ორმაგად იგრძნობოდა ეგ უკვე გდანის ციხეზე სადაც ჩვენ 3 მაგად და 5 მაგად კიდე და 10 მაგად ხო და მე ახლა კიდე ახლა ბიჭები ძალიან ბევრია ბიჭო ვერ გადაიტანეს ეს ყველაფერი და დაიღუპნენ იქ დანის ციხეზე და მათ შორის წამებას ვერ გაუძლო ცხონებულმა სერგო თეთრაძემ პოლკოვნიკი კაცი რომელიც იქ მოკლეს და ბევრი რამდენი მოკლეს ხო სამხედრო პოლკოვნიკი კაცი მოკლეს იქ კესმიცაშია საქმე დამსახურებული ადამიანი სერგო თეთრაძე ახლა მე რაღაცეებს ჩამოგიტვით თქვენ და მე თქვენ უნდა გააკეთეთ დასკვნა საჭიროა თუ არა აქ ქვეყანაზე სამართლიანობის აღდგენა ასევე იქიდან ჩვენ გამოვედით ძალიან როდესაც 2013 წლის 13 იანვარს ჩვენ გამთავისუფლდით ხო აი მაშინ ვიგრძენით თავი ჩვენ ადამიანებად უკვე და მაშინ გადავიწერეთ პირჯვარი და მადლობა ვუთხარით უფალსო ჩვენ ცოცხლები გამოვედით იქიდან და ნუ ჩვენ მე საკმაოდ ბევრი გზები გავიარეთ იმასთან დაკავშირებით რომ რეაბილიტაციები გაგვევლოდა და ცოტა ადამიანებს გამსგავსებოდით იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავთ ძალიან თითქმის ყველანი აბსოლუტურად ხო მე არ დამავიწყება და ჩვენთან ერთად იყო ხონებული კახადვალი პოლიტპატიმარი იყო ისიც ამ ადამიანმა რამოდენიმე წელიწადიც კი ვერ იცოცხლა რომ გამევიდა გარდაიცვალა იმიტომ რომ ნაწამები იყო აწამეს იქ დანის ციხეზე და რამდენი ხალხი ეგეთი ბატონო გამოსულები ჩამოყვები ახლა ყველაფერს ბატონო ზაზა აწამეს იქ აწამებდნენ იქ როგორც ჩვენ გვაწამებდნენ ისე აწამებდნენ მაცას და ყველას ახლა ბევრის ორგანიზმებს ვერ აიტანათ ბევრმა ავიტანეთ გადავიტანეთ რაღაცნაირად გაუძილეთ ამას ყველაფერს და იმ ცემიდან და იმ თავშეტყობებიდან ადამიანს სიმსივნე დაემართა და გარდაეცვალა კიდევ ძალიან ბევრი ბიჭები გაიგე ის ბიჭები რომელი ბიჭებიც ერთად ვიყავით და ერთად გავიარეთ მთელი ეს ჯოჯოხეთის გზა და ეს ეკლიანი გზები და ეს წამებები და ეს უბედურებები ხო ამავდროულად პარალელურად ჩვენი ოჯახებიც იდევნებოდა მე მაგალითად რომ დამაპატიმრეს დაპატიმრების დროს პატარა ბავშვი დამიინვალიდეს და დღემდე ინვალიდი არის ჩემი ბავშვი და ამავდროულად ჩემი მეუღლეც დევნაში იყო და დღესაც პრობლემები აქვს ჩემი მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხო და ყველა ის ადამიანები რომელი ადამიანები სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ ვიხდიდით სასჯელებს ხო ყველანი ამ მდგომარეობაში იყვნენ და ყველანი აი ამ იმაში ვიყავით პირობებში ვიყავით რომ ჩვენ ბატონო ზესთან ეხლა ოჯახი არ ვახსენე მამა ჩემს დაჭირდა გულის ოპერაცია შუნტირება და ჩემი კიდე დიაბეტიკი გახადეს და იმას გახადეს კი ბატონო და კიდე ამტყოფი გამიხადეს გული მე შემოდიოდნენ და პროვოცირებას გვიკეთებდნენ დანაშაულის პროვოცირებას გვიკეთებდნენ საგნებში რომ რაღაც დანაშაული ან რაღაცას დაგვიდებდნენ აგზალულ ნივთს და ამის საფუძველზე გვჯიდნენ იქ ხო ვიჯებოდით კიდე უფრო გვჯიდნენ და კარცერებში და რა ვიცი კარანტინებში რას ბატონო ჩამოთვალა აგერ ხო შემდგომ კიდევ ამას არ გვაკვარებდნენ და ნასეტკებს გვიგზავნიდნენ და ნასეტკები გვიკეთებდნენ და პროვოცირებას და მის საფუძველზე გვჯიდნენ ხო მე პირდაპირ გვეუბნებოდნენ აი რომ გაბატონდა უკვე სააკაშვილის რეჟიმი და ზღვარს მიაღწია უკვე 2010 წელს უკვე საშინელება 11 წელს ხო 11 წელი იყო ყველაზე დიდი პიკს რომ მიაღწია ხო მოდიოდნენ და პირდაპირ გვეუბნებოდნენ თქვენ რა გონიათ თუ საჯელს რომ მოხდითო თქვენ გახვალთ აქედანო შემდგომო ჩვენო აქვეო დაგიმატებთო აქვე მოხდება საჯელის გაგზელება ეს პრობლემა არ იყო მათთვის იმიტომ აქ უნდა მოხელათო მეუნებო ის ზაღლიშვილი ფაცაცია თუ მანამდე გაძელითო ხო გაძელითო საჯელის მოხდამდეო ხო მე გაგიგზელებთ კიდევ და თუ არაო ტარსაკი და გაგასვენებენ და კი რეჟიმის უბრალოდ ფაცაცია ამას ამბობდნენ პირდაპირ ამბობდნენ ახლა იქ საჯელის დამატება პრობლემა არ იყო იმიტომ რომ დაგვიდებდნენ აგზალული ნივთს ანთებელას ან რაღაც ლურსმანს ან რაღაცას იმის ქვეშ ბალიშის ქვეშ და იყვნენ შემოვიდა იმ წუთში ჩატარდებოდა ჭრეკა. ხო და მაშინ ხო მაგათი ჯეროდათ კამერას საკანში ჩატარდებოდა ჭრეკა და ხო ხედავ. ამოვიღეთო გაგზავნითო და ამაზე 3 წელი იყო ისა რაღაცა ქვია საჯელის დამატება. აქინა ვერ გახვალ ცოცხალიო მე. ამას გააკეთებდნენ, ამის გამკეთებლები იყვნენ და ამას ჩადიოდნენ დანაშაულებებს ისინი. დავიწყოთ ახლა კიდევ სხვა საკითხები, ხო, რომელიც საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა აგოს პასუხი ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილმა რა თუ ის პიჯაკების გამო უნდა აიძეს იმ ციხეში, არამედ ის უნდა აიძეს სხვა დანარჩენი მძიმე დანაშაულებებს გამო. მძიმე დანაშაულია, სისტემური დანაშაული, რა დროს პიჯაკია, რა პიჯაკი, პრეზიდენტი კაცი იყო, ხან 5 ექნებოდა პიჯაკი, ხან 8. რა მნიშვნელობა პიჯაკი რა შუაშია სისტემურ დანაშაულზე, რაც იყო და თვითონაც აღიარო ეს იყო სისტემური დანაშაულიო ციხეების დროს, რომ გამოვიდა, ჯერ კიდევ პრეზიდენტი რო იყო. დაიწყეთ იქიდან აღძვრა საქმეების ამათი, ვინ ავალებდა, როგორ ავალებდა და მე რაღაც გინდათ
ამდენი რამე იყო 7 ნოემბერი, იყო 6 მაისი, იყო 26 მაისი. რაღაც უნდა. ის ჟვანიას კვლელობა. ის რაღაცები, იმდენი ხალხის კვლელობა, საწყალი იმის კვლელობა, კაცო, ჩვენი უდიდესი კაცის, კაცო. მოლაშვილი. ქუჩაში სულხან მოლაშვილიც, ისიც კაცო. ოთანაძე, გიაკრიალაშვილი. ვერაზე რომ მოკლეს, კაცო. როი შავაძე, ყველანი ის რომ მოკლეს, კაცო, ქუჩაში, კაცო, მეცნიერი კაცი, აკადემიკოსი კაცი. ის გურამ შარაძე. როგორ დააგდეს ღორივით. ამხელა განათლებული კაცი, ამხელა საქართველოს ღვაწმოსული კაცი, აკადემიკოსი კაცი დააგდეთ. და ისიც არ გადააფარეთ ზეწარი რომ ესე ეგდო ქუჩაში. თქვენ ვინ ნახათ ვაფშე და ესენი გამოდის დღევანდელი ოპოზიცია და ვიღაცები დაჭერილები არიან და პოლიტპატიმრები არიან, ჯერ მიშაზე ყვიროდნენ პოლიტპატიმარი, ეხლა ვიღაც დაჭერილებზე პოლიტპატიმრები არიან. პოლიტპატიმარი იცი რას ნიშნავს ვაფშე? განსაზღვრება სიტყვის. ცნება იცი რა არის პოლიტპატიმარი? ცნება იცი რა არის? შენ იდეისთვის რო გიჭერენ. განა იმაზე რო იარაღს ისვრი, იმას ისვრი, რა ქვია, ბიოტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილს აგურებს და იმას, იმიტომ კი არ ხარ პოლიტპატიმარი. იდეის გამო რო ხარ დაჭერილი, ეს არის პოლიტპატიმრობა. ეხლა გავყვეთ ქრონოლოგიურად ბატონოსასა. ნახეთ ახლა სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, არიქა და გვეშველაო, ასე ამბობდნენ, მე ვიცი ახლა ძალიან ბევრი და თითქოს ძალიან ბევრს ეჯერა, რომ მართლა ეშველათ, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ყველაფერი ფარსი აბსოლუტურად, ხო? რაღაც ძალიან მალე 2004 წელს უკვე მან პირველი პროვოცირება გააკეთა ცხინვალში. ჯარების შეყვანის და პირველი ესე იგი ზურგზე რო ადგე ჩვენ ბიჭებს. ხო, ზოგადად აი რო სადაა ვანომერაბიშვილი რო იყო საცოდავი ბიჭები რომ მიატოვეს იქ და ხელებში ფაქტიურად აბსოლუტურად შიშველი ხელებით რო შეუშვეს მოწინე ამდაგე მხარესთან და დააპატიმრეს ის ბიჭები და რა ეკნათ და ნუ იძულებით წესით იარაღი დაადვეს შუბს და დააჩოქეს პირველად დააჩოქეს ქართველი კაცი ეგრე. ეს სააკაშვილის ის არის ხო და სააკაშვილის ნაბიჯები ეს არავის სხვისი არავის ბრალი არ არის ეს გაიგე რაშია საქმე. ამისები დაიწყო ნაბიჯ უკვე ტერორი, ხალხის ტერორი დაიწყო. იქ დაიწყო ერგნეთის ბაზრობის გაუქმება, იქ გადასასვლელების აფეთქებები, შესაბამისად უკვე დააწყა ბიზნეს, დაიწყო ბიზნესმენების დაპატიმრებები, რეკეტი, ჩამორთვევები, ქონებების, გაიგე. ხო, მერე ქუჩაში უკვე დახვედრები მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურების ცემები, თავდასხმები აგეცხონებული კობა დავითაშვილი, კაცი, ცემის საფუძველზე გარდაიცვალა, ხო? ვალერი გელაშვილს რა უქნეს ადამიანი, შემთხვევით გადარჩა, ხო? უბრალოდ იქ რო აწასულიყო, აბარა მოგდებოდა. ამის შემდგომ მაგერ კორტების სპეცოპერაცია, ჩაცხრილეს ბიჭები, შემდგომ რობაქიძე, გვირგვიანი, რამდენი არა. ხო, მიუყვებით, ახლა შეხედეთ, ნახეთ, ხო, მე იქ 2008 წელს აგერ როინშავაძე, რომელიც ადამიანიც ომიდან დაბრუნდა სახლში და იქ ბათუმში პირდაპირ ქუჩაში დაცხრილეს და მოკლეს ის მებრძოლი ადამიანი. ხო, აქეთ გიაკრიელაშვილი და ოთანაძე და ამერიძე, რომელიც ოთანაძე და ამერიძე სასწაულებრივად გადარჩა. ისიც წრები ეგონათ, ხო, გიაკრიელაშვილი მოკლეს, პირდაპირ დახრიტეს ესენი სამივე ქუჩაში, ხო. შემდგომ უკვე ბათუმში გაღავდათ აგე ზღვაში ხრეტენ ადამიანებს და ყრიდნენ ზღვაში და ცხედრები ცეცხლებს იქ ზღვის იმგეს ცხოველებს აჭმევდნენ, გაიგეთ რაშია საქმე და ცინდელიანის ოჯახი ცხონებულს დღეს ის ადამიანი დღე რა ცხედარი ამოსვენებული, ხო, ზღვიდან და ის საფლავის კი არა, საფლავის კი არა ოჯახს, ხო. და მე შემდგომ მოდის ასე ნაბიჯ და მოკლედ რო აიწყვიტა ამ სააკაშვილმა და ფაქტიურად უკვე ზღვარს გადავიდა მისი ეს დიქტატორა და მისი რომ მიტყვი ძალადობრივი რეჟიმები, ხო, კიდევ მანამდე იყო თავიდან ახალი მოსულები იყვნენ გდანის ციხეს როგორ დაანგრიეს და როგორ დაარბიეს და ეკლესია გდანის ეკლესია ხო მაპატიეთ გდანის ეკლესიას როგორ ეს მანქანა რო დაატაკეს მაპატიეთ ეს გდანის ციხე მიტიელებს სულ თავში იმდენი ხანი ვიყავით იმ გდანის ციხეში და იმდენი საშინელებები ვნახეთ იქ და ისეთი იმდენი უბედურებები ვნახეთ, ხო, ეს გდანის ციხე აღარ ამოდის ჩვენ ტვინა ჩალეკილია უკვე და ეხლა მაპატიეთ რომ შემეშალა გდანის ეკლესია გდანის ციხეში, ხო, მაგრამ გდანის ეკლესიას რომ დაარბიეს, მრევს რა უქნეს და ეხლა მე მინდა მეგობრებო, აღამს გდანის ეკლესიაზე დავიწყეთ საუბარი, გთხოვთ ავაჩვენოთ კადრები და თუ არა აქვს ნახული ეს კადრები, რას როგორ იქ ექცეოდნენ გდანის ეკლესიაში მრევლს, მდლებს და ეკლესიას, აგერ ნახეთ და უყურეთ რა მდგომარეობაში ჩააგდეს მაშინ სააკაშვილის დიქტატურულმა რეჟიმმა გდანის ეკლესია. გთხოვთ ავაჩვენოთ კადრები.
აი ბატონო ზაზა, ნახეთ ამის შემდგომ ეხლა რაც ეხლა მათმა გააკეთეს, ხო, ეკლესიას როგორი ეხლა მამა ბასილი ყოფილიყო დაუშვათ რაღაც როგორც ისინი ამბობდნენ, ხო? მოძალადე, ხო? იქ რევს ასერჩოდით. დანარჩენ იმას სტიქაროსებს ასერჩოდით, ბერებს ასერჩოდით, გამაგებიეთ. კაი, გინდოდა მამა ბასილი წინა დღეებში იქ თქვენ იმის წინ არ გიტარებდათ მიტინგებს, რა ქვია, კანცელარიის წინ და იმის არ გიტარებდათ მიტინგებს, მაგრამ თქვენთვის მიუღებ ამათვის. არა, მე გეტყვი რატო მოხდა ეს. მამა ბასილი და ვიღაც სტიქაროსნება გალახეს ბოკერია. დასალახი არის, ხო? ხო, ბოკერია. ეს ანტიქრისტე ჭინკა რა ერთ-ერთი ანტიქრისტია რა სატანისტი გივი თარგამაძე და ისო იყო რამიშვილი და კიდე ვიღაცა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ხო თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი და მეოთხე ის არის ხო კაცო ვითომ პოეტი თუ მწერალი რო არის რა გვარია რესპუბლიკურ პარტიაშიც რო იყო და მე საკრებულოშიც რა გვარია ხო ვინც არის რა რაც არის რა არც არის მაგათ ბერძენიშვილი? არა, ბერძენიშვილის რა უნდა მაგათ პარტიაში იყო, კაცო, კოჭლი როა ცოტა. ეგ არის, მე ის დათოზია ბავშვი. ხო, დათო რა გვარია, კაცო, დამავიწლა, ხო. ეგენი გალახეს იმემა მიუწვიდე და ზოგმა ჯვარი ჩაარტყა იქ რა, ესენი მოდიოდა, ესენი ხო სპეციალურ პროვოკაციას იწვევდა. ამაში ფულს იღებდნენ. კი, კაცო, როგორ ბოკერიას ფული აქვს, არა სამთავრობო რო ქონდათ ეს თავისუფლების იმ ხელა ფულები აქვს თამათ აღებული, მილიონობით დოლარი, ერთი კი არა. ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი აქვს ამათ აღებული საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში კაც. კი, გეთანხმებით. და ამიტომ იყო ეს პირველად მაგას დაარტყეს. ხო, მაგრამ ახლა რა არის, იცი გასაგებია იქ ფერისთავზე დაგავიწყდა ეკლესიას აჭარაში რო აჭარაში დაანგრიეს აჭარაში ეკლესიის დარბევა. მერე კიდევ გადავიდა უკვე სააკაშვილი უკვე ესე იგი ფაქტიურად უკვე ეს გახდა მეფე, საქართველოს მეფე გახდა და მისი შიშით ბევრს ახლა მაგის არა, მეფე არ გახდა. ნუ მეფეს ცოტა სპატიტულია. დიქტატორი გახდა რა. მეთახმები მაგის შიშით, როდესაც ის გადიოდა უკვე რეგიონებში შეხვედრაზე, გუბერნატორებს და იმას ცოლებს მალავდნენ სახლში, მაგრამ ერთმა გუბერნატორმა ვერ მოასწრო ცოლის დამალვა. ეგ ერთად ვიწოდინა. ხო, ერთმა გუბერნატორმა ვერ მოასწრო ცოლის დამალვა და აი როგორც მელია ააცლის, ვარიას ასე ცხვირწი იმას პატრონს ისი ააცალა ცოლი იმას ცხვირწი იმ გუბერნატორს. აი ეს საწყალის გუბერნატორი. აი ესეთი თავმოყარეობა არა აქ იმას თავმოყარეობა ქონია დღემდე ნაციონალებში არის ბიჭო. უიმე რა ფარჩაკი კაცი. იმას ისა უთამოყარეო კაცი და მაგნარი ხალხისა ის უნდა გაეკეთებია მარტო მაგას გაიგე. არა, აეკეთებინა რა ეგრე არ შეიძლება. ხო, ახლა გადიოდა და აკვეთებდა. აბა იმ გუბერნატორ თავში შეეთხას კამი. რას ამბობ? ჩემ მეუღლესო ვიღაცო შეურაცხყოფა მიაკეთოს ბიჭო. ხო, გავაკვდები ეგრე. ეს გაუღრი შუბში ბიჭო. აბა როგორ ბიჭო ქართველი კაცი ხარ. ვის მიყავს გინდა პრეზიდენტი. მეუბნები რომ მიდი ახლა შენ ცოლი მომიყვანეო ბიჭო. რას ვიამბობ შენ? რას ქვია იგი ბიჭო ხო ეს ხო პიტაპირ უნდა მიაკვდე კაცი ზეთ გაიგე და უნდა გაუყარო ტყვია შუბში გაიგე. ეგრევე რაც მეკნება იმას. ეს მე გადიოდა მაგას უკვე იმათთან გაიგე და ისინი ასე მენე. ხო ყავდა ქრის რუცებრე მოუნდებოდა ქალების გოგოები ხო ყავდა. ვიღაცები იქვე ყავდათ ბიჭო. მიშა რომ აღიზნებოდა. ქალი არ იყო ეგრევე ყავდა დახმარე ძალები. მე ხონდა დამაწყენებელი საშუალებები რაღაცები და ქალები ყავდა დამაწყენებელი საშუალებები. აი ესეთი დამახინჯებული ასეთი ესე იგი რომ იტყვი რეჟიმის ხელ. მე მთავარი კიდევ რასაც 2008 წელს კაცო რო იძახით. ეხლა მომისმინეთ აქეთ მე ვარ პირადად მონაწილე იმ 2008 წლის აგვისტოს ომში გაიგე. იმით დაგიჭირეს. მე ვარ პირადად ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი აბსოლუტურად გაიგე და ჩემი თვალით ესე იგი და ჩემი ყურებით მისვნა კიდევ რაღაც გარკვეული მითითებები და ბრძანებები, არასწორი ბრძანებები უგულავას და იმის რა ქვია. გოგა გაბაშვილი. გივით არ გამაძეს და გოგა გაბაშვილი. ნუ ახლა ექსპოდარჩე მე მნიშვნელოვანი რა იყო იცი აი ბოკერია რო ეგდო კიდევ ეგ გორში შტაბში ერთმანეთში რო საუბრობდნენ გაიგე რომ სვეპლი გვინაო, დიდი სვეპლი გვინა რომ საერთაშორისო რეზონანსი გაიზარდოსო და სკანდალები ატესო გაიგე. და რუსეთის სახელმწიფოს სოფლიოსო. ეს სვეპლი გვინდა, ვისი სვეპლი უნდა იცი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც იქ იყვნენ ჩატოვებულები, ჩატოვეს სპეციალურად, ხელოვნურად იმის საფასეში დახოცელიყვნენ. ის რეზერვისტები, რომლებიც იქ ჩამოიყვანეს, ასე ყვითელი ავტობუსები, დამსკრივებულები, გაიგე და პიტაპირ სამიზნე გახადეს, გაიგე იმისი მოიერიშეების და ბომბდამშენების, ხო? აი ესეც სვეპლი უნდა გამختارიყო, გაიგე. ის საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც წინა ხაზზე იყვნენ, ჩატოვეს იქ, გაიგე და ბევრი კიდო მე ვიცი და ახლა
ეხლა აი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებიც ზურგში იყვნენ მოწინააღმდეგეს მხრიდან, ისა გადასმულები ხო დესანტის სახით ხო? ისინი ჩატოვეს უკვე და ისინი უკვე იმათ ყავდათ გამოცხადებული უკვე დაღუპულებად. შინდის გმირები იქ არ უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო, იმის გაუშვეს, ამათმა გაუშვეს, იმის შეცდომით ოპერაცია, ვითომ შეცდომით გამოვიდათ ოპერაცია. ბევრი რაღაცები ვიცით, ჩვენ გაიგე? ძალიან ბევრი რაღაცები ვიცით, გაიგე და ძალიან ბევრი ესე იგი გადაწყვეტილებები ვიცით და მათ შორის ეს საუბარი ქონდათ გივით არგამაძეს და იმას გიგა ბოკერიას და იმას, რა ქვია, უგულავას, რომ მსხვერპლი ჭირდებოდათ როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობი მოსახლეობის, დიდი რაოდენობის მსხვერპლი ჭირდებოდათ, გაიგე? მერე კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა არის, იქ სათქმელი ხალხო, ბევრია სათქმელი ის რომ იარაღი, რომელი იარაღი ჩვენ ომში უნდა გამოგვეყენებინა, მოწინააღმდეგე მხარესთან წინაშე მიმართებაში, ხო? ის იარაღი აღარ იყო და აღარ ამოვშთა უკვე საცავებში. ის ტექნიკა, ბუკემერთები, ხო? რომლებიც უნდა ყოფილიყო განლაგებული პოზიციებზე, აღარ იყო იქ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მანამდე გადაიყიდა, გესმით ასია საქმე და ამგენმა გაუშვეს საბრძოლო დანაკარგში ეს ყველაფერი შემდგომ, გესმით? ამიტომ არის რომ გამოძიება თუ დაიწყება სწორედ 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ამ რეჟიმის მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლამდე იყო, 8 წლის შემდგომ და ასე შემდგომ, ძალიან ვთქვათ იმ კომისიას მე ხო და მიმართავთ ხომ, ჩვენ არ ხართ დაუძახეთ, კაი, ბატონ ზაზასნაირ, ბატონი ზაზა რომ მოგიყვებათ, ახლა რა ხდებოდა გდანის ციხეს და როგორი წამებები იყო, ხო? თავადაა გავლილი, მე რომ მოგიყვებით, აგერ პირადად გავიარე და მე რომ მოგიყვებით 2008 წლის აგვისტოს ომს, იმ კორუფციულ სქემებს, იმ იარაღის გადაყიდვებს და კიდევ სხვადასხვა დაუძახეთ რევაზ სახვაძეს, საჰაერო თავდაცვის სისტემის სპეციალისტი არის ეგ ადამიანი, ესეთი სპეციალისტი აღარ აყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ძალიან ცუდი არის რომ არ იყენებთ ამ ადამიანს, თქვენ გაიგე, დღევანდელ თავდაცვის ძალებში რომ შეასწავლოს მოვალეობას რაღაცა და გაზარდონ სპეციალისტები, ხო, ძალიან ცუდი არის. და ამიტომ არის რომ ეს ყველაფერი თუ აკეთეთ ამასა, თუ ამ კუთხით მიუდექეთ თქვენ რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს, აი ამ კომისიაში არ უნდა აღმოჩნდეს ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც არის კვლავ ისევ ნაციონალური მოძრაობის ზემოქმედების ქვეშ. არის იქ ძალიან ბევრი არის თქვენთან ესეთი ადამიანები, გაიგე და თქვენ დღემდე კიდევ ვერ ამჩნევთ, ჩვენ ძალიან კარგად ვამჩნევთ. მე მაგალითად, როდესაც ჩვენ აბულინგები და ხმას ვერ იღებ. კი ბატონო. პასუხს ეუნება, შენ ხო მაშინ ვანოსთან იყავი, დღეს აქ რო ხარ, როგორ ახარ და ხმას ვერ ცემს, ბიჭო. კი ბატონო. გეთანხმები. ესეთი კაცი რა გინდა გვერდზე ხმის საომღები რო არ არის, თო? აი ეს აქ იყო გადმოსვეს აგერ დასვეს, ხვალი გადაჯდება, ზეგი გადაჯდება და იგივეს გააკეთებ. ამოიღე ხმა და უთხარი რო ვიყავი მაშინ სხვა დრო იყო, ვიყავი, იმიტომ რომ ეს იყო. ეხლა რა არის, იცი? ბატონ ტრისთან მეუნებიან, იცი მიშა რამდენიმე გააკეთა. გაზი არ აქვს და შუქი არ აქვს. ომის მინერით თუთი ზაზე დაიყვანეს უკვე, აი ხედო ადამიანის სოფხედოლო. მე უთხარი, შევონაძისოს გაზი რო არ იყო. განა იმიტომ არ იყო. არ გვაძლევდნენ, სპეციალურად აკეთებდა შევონაძეს. იმ სინათეს რო არ გვაძლევდნენ არ იყო. მიშა მოვიდა, 8 თეთრიანი გახადა 15 თეთრი და აწია. აბა რა. და გაზი შემოვიდა აწია ის გასადენიც გაიხსნა. ტარიფები აწია. ყველაფერი აწია და შემოვიდა და აუ ეს რა ქნა მიშამ არ აქონდა, შუქი არ აქონდა, გაზ რა ახალი გენერაციები ააშენა, გენერატორები დადგეს, ახალი ქვესადგურები ააშენეს თუ რა? იყო ეს ყველაფერი, გესები ააშენეს. ეს ყველაფერი იყო, ჩემო კარგებო. ის შევარნაძე არ გააკეთა. იმიტომ რომ ესე უნდოდა. ისიც ხო არ იყო ქართველი. ისიც როგორ იყო მოსული ხელისუფლება დაამხო ეროვნული და მოვიდა იმის ძალით. ეს ხო ყველა მიცით, ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლება მაგან და მაგი იყო ერთ-ერთი მოთავე დამხობის და მონაწილე. ხო და რაც შეეხება ახლა ამ კომისიას, ხო კიდევ ვიმეორებ. მე უნდა იცოდეს ეს საქართველოს მოსახლეობა და უნდა იცოდეს ყველამ. ჩვენ სხვათა შორის ბატონო ზაზა ჯგუფი სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შევიკრიბეთ, დავიწყეთ მუშაობა ამ სადღაც სამინისტროში არსებულ დანაშაულებებზე მიშა სააკაშვილის დროს. დავიწყეთ კომპლექსურად მუშაობა. ეხლა ჩვენ მართალია არ ქონდა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან და არ ქონდა დაუშვათ გარკვეული რაღაც სტატუსები, მაგრამ ჩვენ როგორ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი და ჩვენ ჯგუფში იყო შემოდიოდა ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, პოლკოვნიკი უშიშრობის თანამშრომელი, რევაზ სახვაძე, საჰაერო თავდაცვის სისტემის თანამშრომელი, სპეციალისტი. რა მაგარი კაცია მე როგორი და ესე სამხედროების სახეობების და მიხედვით მუშაობდით ამ მიმართულებით და მაქსიმალურად შევისწავლეთ ყველაფერი აბსოლუტურად. რაც ჩვენ
ჯერეთ რა ჩვენი თვალით ვნახეთ იმ დროს 2008 წლის აგვისტოს ომების დროს რა ჩვენი თვალით ვხედავთ თავდაცვის სამინისტროში შექმნილ მდგომარეობას და შესაბამისად კიდევ მოწოდებული ინფორმაციები და კომპლექსურად ესე იგი ჩვენ მთელი ეს შესწავლილი საქმეები რომელიც საქმეებიც უნდა დაეწყოთ გამოძიება ხო სათავროზე შემოდის ჩვენ ჯგუფი შევხვდით სპეციალისტების ჯგუფი შევხვდით მაშინ იყო ირაკლი სესიაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტში და როდესაც შევიტაიან ჩვენ ეს მასალები დელეგაცია ვიყავით შესული ამ სპეციალისტების დელეგაცია ვიყავით შესული სამხედროები და უშიშროების სპეციალისტები ხო შევიტაიანთ ეს მასალები და დავდევით ირაკლი სესიაშვილს და გადახედა ხო აი უბრალოდ ადამიანმა პირი დააღო აი ეგ ნუ თუ ეს საქართველოში ხდებოდა ხო და ჩვენ თახდებოდა მე რა მოიმოქმედა იმერე რა პიტამი რა თქვა რა გვითხრე ხა პიტამი ნახეთ რით გამოვიდით ჩვენ იქიდან ჩვენ უთხარით რომ აი ჩვენ მზათა ვართ ეს საქმე მიეცით ოფიციალურ მსვლელობაში ჩართეთ პროკურატურა და ჩვენ მზათა ვართ ყოველგვარი ანგარების გარეშე გავაგზავნოთ მუშაობა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმეები და ვითანამშრომლოთ პროკურატურასაც და შესაბამის სამსახურებს რომ დაისაჯონ ეს ისინი რა დანაშაულები და იცით რაო ასე გითხრა ჩვენ რა ახლა ამ საქმეზე დავიწყოთ მუშაობა ჩვენ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებით მან აღიარა სადაც წარმოვიდგინე შენ კიდე აი სიმართლე თქვა იმ ადამიანმა ჩვენო საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებით და მთლიანობაში ჩვენ უკვე ესე იგი ფაქტურად შეგვიბოჭავენ ხელფეხსო და ეხლა ხვდები თურმე მართლა საერთაშორისო მაშინ კიდევ ახლა იმდენად არ ჩანდა ეს გაიგე მაგრამ ეხლა გამოჩნდა თურმე თუ რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდა და რა ზეწოლა იქნებოდა თუნდაც ნებისმიერი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით თუ კი ისინი შეეხებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აგენტურას საქართველოში ხო ეხლა ხომ ხედავთ ეხლა რომ გადაიდგა ნაბიჯი ეტყობა მოვიდა ამის დრო მომწიფდა ამის დრო და ამიტომ გაკეთეს ხო აი ეს ყველაფერი შეიძლება პროკურატურაში მივიდა ჩვენ ეს ბატონი არჩილკვილაშვილი იყო პროკურორი გაიგე და მან გადაგომის სამართამ წარიაშვილი კაკად მოგესწრებათ ნაციონალის ქალბატონი და დღესაც ნაციონალი და შემოდოთ არ რატო დარჩა იმ პროკურატურაში თუ არ რატო მოადგილე იყო კაცო მოადგილე იყო იმიტომ რომ ისიც აგენტურის წევრია რა ხო ამიტომ ეხლა ნახეთ და ეხლა ნუ ახლა კარგია რომ სესიაშვილმა ჩვენ გვიღიარა რომ ევროკავშირის და ევროპის ლიდერებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამოხდებით ზეწოლის ქვეშ გაიგეთ და ფაქტიურადო ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთო ეს კარგია რომ აღიარა მან და მე არ ველოდი მაგას მით უმეტეს იმ დროს მაშინ ხო ეხლა არის და აგერ ხო ხედავთ რა დღეში არის ევროკავშირი და რა დღეში ამერიკის შეერთებული შტატების ჯერჯერობით კიდევ იმიტომ რომ კიდევ ჯერჯერობით ბაიდენი არის იქ ხელისუფლებაში და ევროკავშირშიც კიდევ ეს ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები არიან და ეხლა კიდე 7 დღე დარჩა 7 დღე. ხო, მაგრამ მაინც ხო გეტყვი 7 დღეში ასე ახლა აგერ არის და ჩამოვიდა, დაბრუნდა ესევე, ჩამოეთრა ეს უსინდისო და გარეწარი გათახსირებული ეს გათხოვილი კაცი. რას გადაგვიყიდა ბიჭო ეს გათხოვილი კაცი, რა უნდა? ახლა ჩამოვიდა კიდე, გაიგე? მესამე ჩამოვიდა უკვე, გაიგე? რა უნდა ამ გათხოვილი კაცს და სად მიდიხართ ქართველებო თქვენი ძახით ბიჭო, გათხოვილი კაცთან მიდიხართ თქვენ გიჟები არიან ესენი და ტაშუკრავთ იმის გამონათქვამებს და იმის გამოსვლას მიტინგზე გათხოვილ კაც კაბაში რო არის გადაღებული კაცი ეხლა მაღაზიას გეტყვით კაცო არა ეს მიხაილ როთს გეუბნებით მიხაილ როთი რო გამოვიდა აქ მიტინგზე და ეს მომიტინგემა რო ტაშისკრის რო შეხვდეთ ეკლესია რო გაგვილანძღა წმინდა რო გაგვილანძღა მაგის გალანძღulis ჩამოვიდა ახლა საქართველოში აგერ ახ კიდე ხო ვიცი კომისიას საქმის ხო არა ეხლა ნახეთ მაგას გეტყვით და ეხლა კიდე ევროკავშირის ამ ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის დეპუტატებმა ამ ლიდერებმა ესე იგი მოილაპარაკეს და ქმნიან კომისიას ქმნიან რომელიც კომისიამაც უნდა გამოიძიოს საქართველოში ჩატარებული არჩევნები თუ როგორ გაყალბდა და მეგობრებო წარმოვიდგინეთ ახლა თქვენ რა კატეგორიის ადამიანები არიან და ვინ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში რომელსაც უნდა შეისწავლოს თურმე როგორ ჩატარდა ესა რა ქვია არჩევნები საქართველოში და თხოვთ აჩვენოთ ერთ-ერთი დეპუტატის გერმანიის დეპუტატის ესა სურათი კადრი ვინ ჩამოდის საქართველოში აბატონო აიგე ესეთი კაბიანი კაცები და კიკინებიანი კაცები და საყურეებიანი კაცები და გათხოვილი კაცი წინასწარ ჩამოვიდა ახლა ეტყობა ის უნდა შეურჩიოს შეამზადოს ხალხი და იმალაპარაკო ხალხი ისინი უნდა შეუმზადოს რა ქვია იმას მეეწონათ ვიღაცები ახლა იმ ოპოზიციაში ყოფილი მამაკაცები მეეწონათ გაიგე და ალბათ ხო შეუმზადოს ახლა არა ოპოზიციაში ესეთი მამაკაცები ხა როგორ არაყავთ კაცო რამდენიც გინდა იმდენი არის არა მე მეორე რამეს ვკითხულობ ამ ევროკავშირს ან საერთოდ გამოშტერდნენ ევროკავშირში და ადრე კომუნისტებს აგინებდნენ ისეთ რამეს შევბიანო
ბიჭო, ევთე ოდერის დასკვნა არსებობს და ყველაფერი ჩატარდა. ის სასხაროეზები იყო, იმან არჩევნების შედეგად არ იმოქმედებოდა. ეხლა რა კომისიას ქმნიან, რა უნდათ კიდევ, არ გადატრიალდება ეს ქვეყანა 20-მდე რა. ვერ მოახდეთ გადატრიალ რევოლუციას. ნუ გამოდიხარ და ნუ ყვირიხარ და დაშყივოთ ქვეყანას რა. ჩვენს ბევრი რამე არ მოგწონს და იმიტომ იცი რატო არ გამოვდივარ? ოპოზიციაში ვერ ხედავ იმ ოპოზიციას, რომელიც უნდა იყოს რა. თუ ოპოზიცია ქვია, ესენი ოპოზიცია არ არის. ესენი არიან სამხედრო და ქვეყნის წინაშე მოღალატე და დანაშაული ხალხთან ერთად შერწყმული ხალხი. ნაციონალები და მასთან ასოცირებული ხალხი ყველა. ახლა რა არის ბატონო იცი? ბიჭო, ამას როგორ არ ცხენია? ბატონო ერთი წუთი ბატონო. ამას გახარიას როგორ არ ცხენიათო? კარგი კაცო. აი, უბრალოდ როგორ არ ცხენია, აი პროსტო რა. აი კაცობა სადითოთ არა. რომელიც ცხენიათ ნით? არა, ამათ რო არ რომელიც ცხენია მე. ამათ არა, მაგრამ გახარია ხო პრემიერ-მინისტრი იყო, ჯერ მინისტრი. მე რა, არ გინახია აგენტი, შემოცურებული აგენტი, რომელიც ვიდის სწრაფი კარიერის დით, ხო, მაგრამ პრემიერ-მინისტრიც აგენტი ბოლო-ბოლო. პრეზიდენტი იყო აგენტი, ბიჭო და აგერ 1, 2, მე-3, 3 პრეზიდენტი იყო აგენტი, ბიჭო. შევარდნაძე, სააკაშვილი, ზურაბიშვილი. ისა მარგველაშვილი მე-4. 4 აგენტი იყო და ახლა შენ ახალნებავი მითხარი, ახლა ის პრემიერი და ის თუ იქნებოდა აგენტი, გაიგე? არა, პრემიერი ბიჭო, ვიცი რატო ვიძახი ბატონტრისთან? რომ მაშინ უშიშროებაც იმ აგენტურულ დავალებას ასრულებდა ჩვენი. ბიჭო, აბარა, ასრულ პრემიერ-მინისტრი თუ აგენტს გინიშნავს, პრეზიდენტი აგენტია, მაგრამ ესე იგი ესე აწყობდა ქვეყანას და მე ქვეყანას კი არ აწყობდა, საზაბო მისფინე, ქვეყანას კი არ აწყობდა. ისე შეგიფუთავენ, აგენტს შემოგიცურებენ, გაიგე? ნუ ახლა ტექნოლოგიაა სპეცსამსახურებში და ვიცი ახლა ესმის ყველაფერი, გაიგე და როგორ მეცი ხეში მყავდა აგენტი, მე ლაპარაკებოდა, მაგრამ სამხედრო დაზვერვაში ისეთ რაღაცები შეიფუთება, გაიგე და მიდის ესეთ რაღაც ისე იგი ტექნოლოგიებით ეს ყველაფერი, ხო? ასზე ვერ მოდიხარ, გაიგე? იმიტომ რომ ეს უნიკალურ დონეზე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ბევრ რაღაცები ვისწავლეთ, კაცო, აკადემიებში და იმაში და ამას ახლა ხმამაღლა არ ვიძახეთ. ჩვენ როგორ და რაფერ უნდა შეიფუთოს ეს ყველაფერი, ხო? და იგივე შეფუთვებით არის საქართველოში პირდაპირ ახლა იგივე შეფუთვებით არ არის ეროვნულობის სახელით რო ლაპარაკობენ და დღეს რო ახლა ისა ზვიადგამსახურდიას სახელს რო ახსენებენ, მირალკოსტავას სახელს რო ახსენებენ. სირცხველი ამემა როგორ ახსენებენ? ესენი სატანისტები, ხო? ეს შეფუთული თემა არ არის, კაცო? შეფუთული თემა არ არის, ხო შეფუთული თემა არის. ისენი. ხო. შეწირენ წმენა სამშობლოს ქვეყნის იყო. რადონეზე უნდა, ესე იგი გამოურეცხო ტვინი ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებს ამან ტვინ გარესხლებს უძახე, მე რატო იცი? ახლა მე-13 მიიღეს უკვე ეს მიხაილ როთი, გაიგე? გათხოვილი კაცი და მე-13 ევასვასებიათ. და ეხლა კიდევ იმაზე ვარესი, გაიგე, ახლა რა ჩვენ ვნახეთ, აგე, კაბიანი კაცი. რას აგავს ჯერ ეს ბიჭო? კაცია, ქალია, რა უბედურება არ, გაიგე? ახლა ესო ჩამოგივა საქართველოში და ამასო ტაშისკვრის შევხვდები, გაიგე? ტაშისკვრი, ესო გამოიძიებს რა? ტაში კი ამან დაუკრა, სარი უნდა თხარო, უკნა გაუშვა უკან ისევე, გაიგე? და მოაცილო აქაურობას. თქვენ ახლა და მე რა არის ეს ახლა? მე გამიშთა ესეთი სურვილი, გაიგე, რომ ჩვენ მაგას დავხედრუეთ აეროპორტში და გვეფუთხებია, გვეგინებია და არ შემოგვიშვათ იმაზე საქართველოს იმაზე აეროპორტიდან არ გადმოსულიყო აქეთ, გაიგე? და მაგრამ ჩვენ დაგვიჭირავენ ისევე, გაიგე, რაშია სახე. ბიჭო, რაზე დაგვიჭირ სამართლეს დაგდგომა? ამას თუ უნდა ამხელისობა ჩვენს გვინდა და ჩვენ დაგვიჭირავენ ხო? ჩვენ გვიჭირეთ მაშინ ვერ აღადგეთ სამართლეს. შეურაცხყოფა არის ჩვენი ეს ყველაფერი, კაცო. 1, 2, მე-3 ამდენი რაღაც კანონია ჩვენ LGBT-ის და იმის წინამდე პროპაგანდის წინამდე LGBT-ები ჩამოყავდა. აქ კიდევ უნდა ნატაციები უკითხონ საქართველოს და რაღაც სისულელები გვიძახონ. რისი კომისია, რა კომისია, ვინ კომისია? საერთოდ არ შემოუშვა ნონგრადა პერსონად გამოაცხადა და გააძევეთ ქვეყნიდან. როგორც კი ჩამოადგავს ნეიტრალურში ფეხს და საქართველოს საზღვარს სანამ გადმოკვეთავს და არ გაგიჟდით ხალხო და დაგვალეთ ჩვენც რა. რო არ დამოვდივარ და არ ვწყობთ, იმიტომ რომ არ გვინდა ეს დაპირისპირება, თორე ჩვენ ერთ კვირაში დავამთავრებთ, ერთ დღეში დავამთავრებთ, ორ დღეში მაგას ვიცით როგორც დავამთავრებთ, ბაგი ჩვენ ვიცით. ვა. ის კარვები რო იყო და ამდენი თვე რო ყარდა რუსთაველი, ვინ დაამთავრა? ისევ ქართველმა ხალხმა დაამთავრეთ, ერთ საათში დავამთავრეთ. ერთ საათში რა გინდათ, ვერ გავიგეთ ხალხო, просто არ გვინდა რომ სამოქალაქო დაპირისპირება და ავაყვიროთ კიდე მსოფლიო და აი დაპირისპირება კიდე რაღაცა. ისიც მაგაცის ქვაზე ხო არ დავასხავთ წყალს და
ამის გადა ბატონო ზაზა ნახეთ ახლა რა ხელისუფლებამ უნდა გადადგა ხო და მაგას ვიდახე ნახე ახლა რა ხდება მე ხელისუფლებას მინდა უთხრა ქართულოს ბიჭო მე მეწოდებ ეს პოლიციელები ეს მისაშია საქმე ეს ბიჭები ეს ვაჩკაცი ბიჭები 2008 წლის აგვისტოს ომ გამოვლილი ბიჭები არიან და რა დღეში აგდებენ დღეს ეს გარეწარები გაიგე რა შეიძლება სულ არ უნდა იმას გამოსვა ქუჩაში და მე მეწოდებიან ბიჭო რატო პოლიციელები ვერ ხოუღრებ რატომ ესე იგი ასე აკეთებინებთ ამ გარეწრებს ამას რატო აგდებინებთ ამ დღეში ამ პოლიციელებს კაცო ეს პოლიციელები ჩვენები არიან სულ და ეს პოლიციელი სახელმწიფო არის რაც ახლა იმ ბათუმში ხალმა გაუკეთა ხელი გაარტყა ბიჭო პიტავი პოლიციელს გაიგე ხელი გაარტყა და მე კიდევ ისა ელენე ხოშტარია მიდის და პოლიციელს ასე უნება იცი შენ უნდა ემსახურე ევროპასო გაიგე პიტავი ეუნება შენ უნდა ემსახურე იმ პოლიციელმა სწორე უთხრა მე მაგ მე საქართველოს პოლიციელს საქართველოს ევროპას რატო უნდა ემსახურე საქართველოს აი ბატონებო ხო ეხლა ვაჩვენოთ ის კადრი ვაჩვენოთ რომელი კადრით ჩვენ გვაქვს ელენე ხოშტარია როგორ ესაუბრება პოლიციას და კანონით თქვენ გეუნებათ რომ ევროპას უნდა ემსახუროთ იმიტომ რომ ჩაწერილია 78 მუხტი ჩემს ქვეყანას აბატონო აი ფაქტი სულ ფაქტები ვსაუბრობ ჩვენ მოტაინ ჭორებს კი არ ვამბობ საერთოდ და ვიღაცის მიერ რაღაცა იმას შემოტაინ რაღაცა არასწორი ინფორმაცია პირდაპირ ფაქტებით გესაუბრებით გაიგე რომ რა ხდება ამ ქვეყანაში ვინ არიან ეს ადამიანები ეს უსამშობლო ადამიანები ეს ლიაკა ხოშტარია რომელიც ფინანსდება დღემდე რუსეთის ფულით გაიგე ეს რუბლიოვკას უზახია მაგას რუბლიოვკა არის ხალი და აგერ ქართულ პოლიციას ასე უდება რომ ევროპას უნდა დაემორჩილო ბიჭო რატო უნდა დაემორჩილო ყველა ფულს უეულებს თო ფულს ევროპიდანაც ფულს უეულებს რუსეთის ლიბერალები აფინანსებენ ხო ლიბერალები რა მნიშვნელობა ხო იღებს ფულს რატომ უნდა დაემორჩილოს ქართული პოლიცია ევროპის კანონმდებლობას და ევროპელებს ერთი მითხარით და არა რატომ არ უნდა ემსახუროს ის საქართველოს მოსახლეობას რა გინდათ ამ პოლიციელებთან რა გინდა შე გათახსირებულო ხალო მამა შენი მოღალატე იყო გაყიდას ვიად გამსახურდია შენც მოღალატე ხარ გაყიდე სამშობლო აგერ გაიგე შენ სააკაშვილი ჯიბით პუტანკა შენ რა გინდათ ამ პოლიციელებთან ამ გმირ პოლიციელებთან რა გინდათ რა სერჩით ერთი მითხარით ეს პოლიციელები რო არ იყვნენ ხო ეს პოლიციელები რო არ გამოდიდნენ დღეს და თქვენ არ გიცავდეთ ჩვენ ამდენ თქვენ დედას გიტირებდით გაიგე დედას გიტირებდით აღარ იქნებოდით გაგაქრობდით ამ ქვეყნიდან უკვე გაიგებ რა უმადლოდეთ ამ პოლიციელებს ეს მისაშია საქმე რომ ეს პოლიციელები გინარჩუნებენ თქვენ სიცოცხლეს კიდე პოლიციელები იცავენ ამათ რა თქმა უნდა აბა რა და იმ ბიჭებს ეუნებიან ომ გამოვლილ ბიჭებს ეუნებით თქვენ გათახსირებულებო იმემა გამოიარეს ქვეყნის ომი და ქვეყანაში ბევრი კონფლიქტური რაც ქონდა სიტუაცია მონაწილეები არა რას ეუნებით და მოლოტოვის კოქტეილს ესვით და აგინებ და ლანძღავ და ის უვარგისი პრეზიდენტი რო იყო კიდე ეს ქალი როგორ ეუნებოდა პოლიციას თქვენ ვის ფუფალა კი არა ფუფალა მოწანწალე ქუჩა მოწანწალე ფუფალა ხო რაღაც ფუფალა ქალი ეს ფუფალას უძახი მაგას მე მაგი როდის იყო იცი მოღალატე მე თქვი ბიჭო ამას როგორ უნდა პარლამენტში რა უნდა მე როდის ლანძღავდნენ გამსახურდიას მაგენი პირველი გასახური როაჩეს იმიდან დაიწყეს მაგან მიცა იქ ინტერვიუ მიცა რომ ესე იგი მიულოცა იქ დამხობა ხელისუფლების როგორც არ უნდა ყოფილიყო შენ როგორ უნდა გახარებოდა შენ უსინდისო ქალო შენ იმიტომ რომ მოღალატე იყო მაგის ხელი მაგის წინამორბედი ვინც გაიქცა ჟორდანია რამიშვილის მთავრობა ხო არ გონიათ რამე იყო იმიტომ გადასცა ანათემას კალისტატე ცინცაძემ და იმემა ანათემას გადასცა არ გაიხაროს მოდგმავში საეკლესიო ქონება გაიტანეს ხაზინა ხო გაიტანეს არ ეყოთ მთელი საეკლესიო ქონება ეხთვიმეს თვისკაცი რო არ ყოფილიყო და ბოლოს სტალინი ის ქონებას უნდა დაიკარგა არაფერი საგანძური არ გვექნებოდა დღეს ერთი რამეც არის ბატონო ტრისთან დიახ აგერ ის არის რომ ჩამოვდივართ თავისთავად მოვედე და ხელოვნების მუზეუმი იყო კი ამ ხელა საეკლესიო სიზმრებია მუზეუმში რომელიც დედა ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს ანჩის ხატის დაბრუნება რა არის ქართული ოცნება ვინ აჩერებს ამ საქმეს რომ არ აბრუნებთ ანჩის ხატს სადაც ანჩის ხატის ეკლესია და ყველაფერი პირობაა შექმნილი იმ ხატის დასაცავად რატო არ აბრუნებთ ამას ვინ უშლის ხელს ასეთ რაღაცებს მადლი მიდის ჩვენიდან ანჩის ხატის ხატი პირკვნელ ხატი ეს უნდა იყოს ტაძარში მიკვირს რა ამდენი წელიწადია 28 წელია მაგაზე მიდის და არ აბრუნებენ ყველა კომისია იხილავს ყველა კომისია ამათ დროსაც არაფერს პასუხი ვინ ატორმუზებს კულტურის მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი ვინ ატორმუზებს ამ საქმეს ვინ აჩერებს რატო არ აბრუნებთ რომ ხალხი მივიდეს და მადლი შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი დიდი მადლი არ შეიძლება
ყველა ჯვარი ბაგრატოვანთა ჯვარებია თუ რაც არის, ყველაფერი უნდა იყოს ტაძარში, იმიტომ ისე იყო ყველაფერი ხვით კურთხეული. გაიგეთ ხალხო. ნუ ახლა თქვენ სოდაშია ქვეყანა. იმიტომ ეს გასაგებია, იმიტომ რომ ხალხი სოდაში ვარ. ეს არ არის კიდევ ვამბობ, ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე ასული ის ეროვნული სულისკვეთება და ის რომ მეტყვი წმენა, რომელიც თავიდან ბოლომდე დღეს ამ სიტუაციაში გამოიყვას ქვეყანას ჩიხიდან, გესმით აშია საქმე. ჯერ ხო ხედავთ ირგვლივ ეშმაკებითა ვარ შემოსხეპილი, ეშმაკები ყავს ირგვლივ, კაცო. მით უმეტეს შიგნი არის, შიგნი არსებობენ და შიგნი ახლა ხედავთ რა მდგომარეობა არის, ხო? ქვეყანაში ქაოსი არის. ვერ ხვდებით რომ ქვეყანაში ქაოსი არის. ვერ ხვდებით რომ ამას ყველაფერს უნდა რა, ამას უნდა ყველაფერს მართვა. როგორ იქნება ამის მართვა, იცი? არ არის პრობლემა და დამიჯერეთ იმაში. კანონი უნდა კანონობდეს. ხორჩა, რა არის პრობლემა, კაცო? რა არის, როგორ შეიძლება იქ ვიღაცებს ხვდებით ქუჩაში, იქ იმას ხვდებით ქუჩაში, იქ საზღვარგარეთ ხვდებიან დეპუტატებს და მიდის ხელჩართული ბრძოლა. ბიჭო, დააპატიმრეთ ეს ადამიანები, გესმით აშია საქმე. ეს ჭუჭუვაშაძე დააპატიმრეთ, ეს გათახსირებული კაცი. დააპატიმრეთ ეს ლეკა ხოშტერია, დააპატიმრეთ ეს მევახშე ხაზარაზე, გარეწარი, მაიმუნი, ქვეყნის გამყიდველი, გაიგე? დააპატიმრეთ ეს ისა, რა ქვია, სხვა დანარჩენი კიდევ ეს გირჩი შარვალ ჩახთილი, ერთი უკანალის მოკიცინე, ჯაფარიძე, დააპატიმრეთ ესენი, გაიგე? სულ ყველანი ესენი დააპატიმრეთ და ეს ბავშვები შევლენ სახლებში. ეს ბავშვები შევლენ სახლებში, მერწმუნეთ იმაში და ეს არ არის ისა რაღაცა ქვია დიქტატურა. დიქტატურა კი არ არის, ეს კანონის მოქმედება. კანონი ამოქმედეთ ქვეყანაში, გესმით აშია საქმე. კანონი თუ არ ამოქმედეთ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იცოდე და შეიძლება ვიღაცა კიდევ იმოვა. ბატონისთან ერთი რამეა რომ კანონი მე და შენთვის არის, მარტო იმათვის არ არის. სამხეები არ არის. პოლიტიკოსი რა ის არის და ჟურნალისტი ინტურგეცია? ვიცი მე რა რომის პაპისგან აქ ნაკიდ ინტურგეცია, ფული აქ გადახდილი კაცო? საფრთხეები ჯერ კიდევ ძალაში არის, გასით აშია. სანამ არ მოკლავენ. მე ხო დამიჭერთ, როგრამე ვთქვა. ტრისტან ბატონ ტრისტანს ხო დაიჭერთ, რამე რო გავაკეთოთ ისეთ. სანამ არ მოკლავენ ვიღაცას მანამდე ესე იგი არ დაიწყებთ ამათ დაპატიმრებებს. სალომე ზურაბიშვილი გაიყვანეთ ქვეყნიდან. მე გეუბნებით, სალომე ზურაბიშვილის ლიკვიდაცია უნდათ მაშინ, როდესაც ის ესე იგი შეждდებოდა ვირზე და არ გამოვიდოდა იქიდან პრეზიდენტის სასახლედან და ამათ დაგეგმილი ქონდა სალომე ზურაბიშვილის ლიკვიდაცია. ეხლაც გეგმაში არის, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი სულ სხვა ფორმის და სულ სხვა იმით მოახდინონ ლიკვიდაცია და თქვენ დაგაბრალონ ეს ყველაფერი. გაიგე რა შეესაქმე. ხო, თან ოფისებს კეთებს. ოფისებს უხსნის. აგერ მაკეინის ინსტიტუტის ფილიალი შექმნა, იქიდან თანხები წამოვა. ამ ადამიანს დანაშაული აქვს, ჩადენილი დააპატიმრეთ ეს ადამიანი. კონსტიტუცია აქვს დარღვეული, კაცო. ხო აღარ არის პრეზიდენტი. მე ნახეთ აღარ კიდო. ხო გვიძახდნენ უკრაინელები, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინის პრეზიდენტი რომ და ესე ის აქ გამოსული იყვნენ და ყველა ფეხის ნაბიჯზე უკრაინელი დროშები იყო გაფენილი და ყველა აივანზე და ყველა ავტომობილზე და რა ვიცი, სახეებზე და რა ვიცი, საჯდომებზე და ყველგან უკრაინის დროშები ეხატათ. გაიგე და სლავა უკრაინას იზახოდნენ და თურმე ჩვენ მტრები ყოფილვათ რომ წინააღმდეგი ვიყავით იმისა რომ ქართველი ბიჭები არ წასულიყვნენ იქ უკრაინაში საუბრად და არ დაეხოცათ, ხო? გამოვიდა აგერ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ყულება, ყოფილი მინისტრი გამოვიდა და აღიარა უკვე რომ დიახაცო, მე ჩემი შვილი არ გაუშვიო უკრაინის სასამართლო ომში. თვითონ უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ამბობს რომ მე არ გაუშვიო ჩემი შვილიო სასაკლაოში თუ რაღაცა ცხოვრობს შვილს. სასაკლაოში არ გაუშვიო ჩემი შვილიო. ბიჭო, შენ შვილს არ უშვებ, გაიგე და შენ გამოდიოდი ტელევიზიით და შენ განცხადებებს აკეთებდი საერთაშორისო ტრიბუნებიდან რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩარტელური რეისები გააკეთოსო და თავისი მოსახლეობის ესე იგი მებრძოლი ქვედანაყოფები გადმოგზავნოს უკრაინაშიო და ესა ჩახოცოდნიკო გაიგე და შენი შვილი რატო არ გაუშვი შენ გარეწარო შენ გაიგე და შენ კლოუნო ზელენსკი კიდევ შენი მილიარდები რო იშოვე იქ იმაში ამ უკრაინელი ხალხის ხარჯზე გაიგე მილიარდები და გაიქ რო გაქ უკვე ისა გაქვია გადამალული იმაში შვეიცარიის ბანკებში და იმგეში ხო ეხლა გამოდიხარ და ახლა ამბობ რომ შეხედე უკვე სიტუაცია გეცვლება მან ახლა ამბობ თუ კორუფციული ის ყოფილაო რაღაც სქემებიო ამერიკელები და ევროპელები როდის ვიზახოდი მაგრამ მე ვიზახოდი პირადად თაღით ჩემი მეგობრები ვიზახოდნენ და მას რომ არსებობს ეს კორუფციული საქმეები არის ეს იარაღის გადაყიდვები გაიგე არის ის სქემები რომელიც სქემების თვითეული ადამიანი ჯიბესის ხელებს და იქ უკრაინელი ხალხი იხოცება და უკრაინელი ხალხი ნადგურდება. აღარ გამოვიდა ახლა კიდევ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და პრეტენზიები აქვს რომ ჩვენო უკრაინას კაცო ბოლოს გადაგვიარეს რა უკრაინელებმა გაიგე ზვირადღირებული ჯიპებითო ჩვენთან დადიან უკრაინელი მამაკაცებიო გაიგე ყველაფერში შეღავათები აქვს და ამოვიდა კისერშიო გაიგე და აღარ შეიძლება ასე ცხოვრებაო გაიგე აი
რასაც ჩვენ ვამბობდით, კაიგე, ეს პროცესი დაიწყო დღეს უკვე. ჩვენ ამას ვამბობდით, როდესაც უკრაინაში დაიწყო 2022 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის ფედერაციამ და ეს ყულება, ეს მართლა ყულება თუ ყულაბა არის, უკვე ყულაბა არის, კაიგე. ფული დიდი ყულაბა არის. ყულაბა ექნება, ეს აგერ ამას ჩვენი ბიჭების აგერ ჩახოცვა და ჩვენი ბიჭების განადგურება უნდა და ჩვენი ბიჭების საწყლები რისთვის იღუპებოდნენ? აბა, ამათ რო ფული ეშოდა ფონებები ეს. აი, ამიტომ გინდოდეთ ბიჭებო, თქვენ რომლებიც აღართ იქ უკრაინაში დროზე შეხედეთ რეალობას. შეიძლება თქვენ მანდ ვერ უყურებთ ტელევიზიებს და ინფორმაცია არ მოგდით და ინფორმაციის ვაკუუმში ხართ და ნუ იღუპავთ თავს მაგ გარეწარი და არამზადა ხელისუფლების გამო, გაიგე, რომლებიც არ ბრძოლობენ უკრაინისათვის, ბრძოლობენ საკუთარი ჯიბებისათვის, ხო? ნუ იღუპავთ თავებსად დროულად დაუბრუნდით საქართველოს და საქართველოში აქ ჩვენ დაგეხმარებით რომ თქვენზე არ დაიწყოს სისუსამართლებლივი დევნა, იმიტომ რომ ნუ ახლა მოხდა რაც მოხდა და წახვედით იქ, მაგრამ დაბრუნდით საქართველოში და დაუბრუნდით თქვენ ოჯახებს და დაუბრუნდით სწორ ცხოვრებას, ხო? თავის ქვეყანას ემსახურებათ. ამ სატანისტებს ნუ შეაკლავთ თავს. აი ესეთი ბატონო ზაზა მიდგომა აქვს უკვე დღეს. სატანისტი არის უკრაინა, მართლმადიდებლობა გააუქმეს. იქ ქართველს რა უნდა მართლმადიდებლობა გააუქმეს. აგერ არის აქ აქვს კიდევ, აი აქ აქვს უკრაინელები ჩვენ კიდევ ამდენი რომლებიც აქციებში ღებულობენ, ნაწილობრივ დაარბიეს. მთელი მაღაზიები და ესენი და პოლიცია. მაგათ ეცერას უზავდი, ეხლა მე რო სახელმწიფოს ხელისუფლებაში ვიყო, მაგათ საერთოდ გავრეკავდი ამ ქვეყნიდან. გასარეკი არ არის ეს უყლანი, გასარეკი. ეს ჩამოვიდნენ აქ და დადიან აქ. საუმა, ერთი ვიდეო არსებობდა, ქართული კაცი ეკითხება რა ბიჭი ხო. შენ რა გინდა აგო, შენ ჩვენ გველაპარაკები ზედმეცო. წოდი ომიგა, გაგ რა გინდა როზიღარო. ვენაცვალე იმ კაცს რა იმ. მოკლედ ბატონო ზაზა, ჩვენ ძალიან ემოციური ის ქონდა დღეს ამ წინასახალწოს, მაგრამ რას ისდა, ისეთი ცხოვრება არის დღეს და ისეთი მიმართულებით ის ეს ყველაფერი რომ ემოციების გარეშე არ გამოდის, არც საუბარი. არც გამოვა ემოციების გარეშე. ერთი უთხრათ ბატონო ტრისთან რა. თუ ვიწყებთ სამართლოს აღდგენას დავიწყოთ ყველა ფლანგზე. მართალიდანებით კი ბატონო. ყველა ფლანგზე დავიწყოთ. ვინც ხალხი გაუბედურა, ვინც პოლიტპატიმრები გაუბედურა, ვინც 300-ას მეტი პრობაციონერი იყო, ვინც მოკლეს, ვინც იმას, ყველაზე დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა. რეჟიმი დაიწყო გასამართლება, შუაში გაწყვეტეთ, ერთი კომიტეტის ხტომა იყო, მაშინ ბესელია იყო. სანამ ოცნებაში იყო და მიიღეს რაღაც რეჟიმის გასამართლებაზე და რაღაცაზე და მე გაჩერდა. რაღაცა ხო, რაღაცა რეზოლუცია. გაკვირით თქვა რა. ხო, გაკვირით თქვა და მოდი დაიწყეთ რა და მოგვეცით მე-13, აი 13 წლის 13-ში გამოვედი. მე-13 წელიწადია ველოდების სამართლიანობას. აღადგინეთ სამართლიანობა, ძალიან ათხოვთ ხელისუფლებაო. ძალიან ათხოვთ თორე ჩვენც გავბრაზდებით და ჩვენც აღარ ვიქნებით თქვენი მხარდაჭერები და თქვენი მომხრეები მე. ჩვენ ნუ გაგვაბრაზებ, ჩვენი გაბრაზება არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ფერა სამართლიანობის აღდგენას, ჩვენ თვითონ გვაქვს მაგის საშუალებები და მაგის ძალები და ჩვენც მიერ აღდგენილი სამართლიანობა როგორი იქნება მაგას დაგანახეთ. თან ვერ დამიჭერი, მე პროკურატურაში ნათქვამი მაქვს. აი ისო შემკვდეს მე ვიც მაწამებდა. მე სპეციალურად არ ვეძებ, იმიტომ რომ მოძღვარმა მთხოვა რა. არ ეძებოდა არაფერიო რა. თუ შეხვდა ეხლა და გადაეყარე და რაღაც ისეთი მოხდა წალაპარაკება, ეხლა ქართველები ვარ და შეიძლება ის ხეს ვეც, მაგრამ არ ვეძებ, მაგრამ დავიწყებ მოძებნას და აღვადგენ მე თვითონ რა. კლაუდენ ბატონო ტრისთან. ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან რომ ვიტყვი. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ბატონო ტრისთან. ძალიან ახალი წელი. კი ბატონო. ჩვენს გილოცავთ. საყვარელ ქართველ ხალხს, საქართველოში მაცხოვრებლებს ყველას და გილოცავთ. მოგილოცავთ, ღმერთმა მშვიდობიანი წელი მოგცეს. ღმერთმა 2025 წელი ყოფილიყო საქართველოს გაბრწყინების და საქართველოს სამართლიანობის გზაზე ესა გზაზე წამსვლელი წელი ყოფილიყო და აღდგენილიყო საქართველოში სამართლიანობა. და ტერიტორიების დაბრუნებული იყო. ჩვენ კიდევ ჩვენი მხრიდან ძვირფასო ხელისუფლება არაფერი არ გვინდა თქვენი აღადგენთ ეს სამართლიანობა ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ თავებს და ნაც გაწმინდეთ სანაცეთიდან გაწმინდეთ თქვენი ხელისუფლება სანაცეთიდან გაწმინდეთ სტრუქტურები იმ სექტანტები და რომლებიც სავსეა მოდებული და ყველგან საბოტაჟებს და თერი ლიბერალიზმური ტვინის ადამიანებით გაწმინდეთ ქვეყანა. გმადლობთ რომ გიყურებთ, კარგად ვზადებოდეთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ.